ავთენტურობა ხშირად ყველაზე დაუცველი ადგილი ხდება ადამიანისთვის. ბევრი ადამიანი გრძნობების გაზიარებას წყვეტს, არა იმიტომ, რომ აღარ ჰქონდა სათქმელი, არამედ იმიტომ, რომ ყოველ ჯერზე, როცა გულღიად საუბრობდა, არასწორად ესმოდათ. როცა ცდილობდა თავისი განცდების გამოხატვას, ეგონათ, რომ კამაც იწყებდა. როცა უბრალოდ სურდა გაეგოთ, ეგონათ, რომ თავს იმართლებდა. როცა კითხვებს სვამდა, ფიქრობდნენ, რომ თავს ესხმოდა ვინმეს და ასე ნელ-ნელა ადამიანი სწავლობს დუმილს. დროთა განმავლობაში გრძნობების დაფარვას იწყებს სიტყვების დასუქვას, იწყებს საკუთარი თავის შეკავებას და ბოლოს ეშინია, რომ თავისი ნამდვილი თავი აჩვენოს, რადგან უკვე არაერთხელ გამოსცადა, რა მტკივნეულია არასწორად გაგება. როცა გულსრფელობა არ მიიღება, ადამიანი საკუთარ თავში იმალება და როცა დიდხანს იმალები, შეიძლება თავადაც ვეღარ იგრძნობენ ხარ სინამდვილეში. ამიტომ ხშირად ყველაზე მარტოსულები ხდებიან ყველაზე კეთილები. ისინი, ვინც ზუსტად იციან, რას ნიშნავს უყურადღებობა. ყველაზე სევდიანები, ყველაზე ნათლად იღებიან, რადგან არ სურთ სხვებმაც იგრძნონ ის სიცარიელე, რაც თავად გამოიარეს. ხოლო ყველაზე დატანჯულები სწორედ ყველაზე ბრძენი ადამიანები ხდებიან, იმიტომ რომ ტკივილი მათ სიღრმემდე აქვთ შეცნობილი და იციან, არავინ იმსახურებს იგივე ტანჯვას, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ავთენტურობა რჩება ყველაზე მნიშვნელოვან ფასეულობად. ავთენტურობა არ არის ის თუ როგორ აღგექვამენ შენ სხვები. ის არც მოწონების მოპოვება და არც მორგება მოლოდინებზე. ავთენტურობა არის საკუთარი თავის გამოხატვა ფილტრების გარეშე. ეს არის არჩევანი იცხოვრო ისე, როგორც სინამდვილეში ხარ და არა ისე, როგორც გგონია, რომ უნდა იყო. ავთენტურობა სისუსტე არ არის. ის სიმამაცე გამოჩნდე ისეთი, როგორიც ხარ, ნიღბების გარეშე, გამართლებისა და თავის დაცვის გარეშე. სიმამაცე არ დამალოსევდა, არ შეამცირო სიხარული, არ ჩაახშო შიში და არ უარყო იმედი. როცა საკუთარ თავთან ხარ მართალი, შენი არსებობა ძალად იქცევა. არა ხმაურიან ძალად, არამედ ჩუმ, ყარ და სანდო სინათლედ. და ადამიანი, ვინც სამყაროში ასე ავთენტურად გამოდის, თავად ხდება შუქი სხვებისთვისაც. არა იმიტომ, რომ სრულყოფილია, არამედ იმიტომ, რომ ნამდვილია.